პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი. ის 18 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. მთავრობის ინიცირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, რაც იმ უცხოელების წინააღმდეგ გამოქმედება, ვინც დანაშაული შეიდინა. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ვადა 2-დან 10 წლამდე იქნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი შესაძლოა იყოს ქვეყანაში 5-დან 20 წლამდე ვადით შემოსვლის აკრძალვა. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შევადა. ჯარიმები იმ უცხოელებისთვის გამკაცრდება, ვინც ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს დაარღვევს. ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. მნიშვნელოვანი მიმართულება ამ ცვლილებებსაც წარმოადგენს ის, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება ნორმები, რომელიც აღარ მიცემს საშუალებას უცხოელებს ბოროტად გამოიყენონ თავშესაფრის სისტემა და ქვეყანაში დარჩენ ხანგრძლივად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება იმ უცხოელებს, რომელიც არღვევენ ქვეყანაში კანონს და არღვევენ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მართლეს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება, კერძოდ შემოდის სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან უცხოელის გაძევება და მასი გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.